მოგესალმებით სარკუსამზარეულოდან, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ბოზბაშის რეცეპტი. ტრადიციული ბოზბაში მზადდება ბატკნის ხორცით, მე კი მოამზადე საქონლის ხორცით. საქონლის ხორცით გავატარე, დავუმატე ძირა, შავი პილპილი, ხახვი, აჯიკა, სოიოს соуსი, მარილი, ქინძი, აღურიე მასას. შემდეგ დავუმატე კვერცხი, მომზადე ბურთულები და მოუბრაწე. ასევე მომზადე ბულიონი, რისთვისაც დამჭირდა ხახვი, მწარე წიწაკა, გაფნის ფოთოლი, სტაფილო, ოხრახუში და მარილი. ამასობაში მოიბრაცა ბურთულები, იმავე ტაფაზე მოვთუშე ხახვი, დავუმატე პომიდორი, ტომატ პასტა, ცოტა კონდარი, დავუმატე ასევე ბულიონი, ბოლოს კი დავუმატე სურვილის ამებრ, ქინძი და ოხრახუში. სულ ეს იყო, გამოვიდა ძალიან გემრიელი, რეცეპტი ხილავთ აღწერაში, მე კი ამით დაგემშვიდობებით. დროებით!